საიტი სრულიად ფუნქციონალური იყოს და გამართულად იმუშაოს და დიზაინით გავაკეთოთ და ყველაფერი შევამოწმოთ, დაგვჭირდება დომენის დაკავშირება. შევდივართ პარამეტრებში და ვირჩევთ შემდეგ დომეინს. დომენი არის იგივე საიტის სახელი, აი აქ ნახეთ admin.shopify.com რომ წერია, ეს არის ზუსტად დომენი. მაგალითად facebook.com, youtube.com, google.com, ეგენი არის დომენები. იმისთვის რომ ჩვენი საიტი ძიებადი იყოს და ხალხმა იპოვოს, დაგვჭირდება სწორედ ამიტომ დომენის დაკავშირება. როგორც ხედავთ, Shopify-ზე $20 ღირს დომენის შეძენა, მაგრამ უფრო იაფად შეიძლება შეძენა სხვაგან. და ჩვეულებრივ დავაკავშირებთ, უნდა დავაწვით connect citing და აქ გვწერთ ჩვენი დომენის სახელს, რასაც შევიძენთ. მე პირადად ვიყენებ ამ საიტს დომენების საყიდლად და ყიდვა არ ხდება სამუდამოდ. ეს არის გამოწერა, რომელსაც წელიწადში ერთხელ გაჭრით თანხას. აი აქ რაც გჭირდებათ ამ საიტს რო გახსნით, ჩაწეროთ დომენის სახელი, რომელსაც არეგისტრირებთ. მაგალითად, დალიანთო. ჩავწერეთ ჩემი კომპანიის სახელი, რაზეც ვარეგისტრირებთ. თუ გაქვთ ონლაინ მაღაზია, ჩაწერთ თქვენი ონლაინ მაღაზიის სახელს ჩვეულებრივ. თუ ხართ ფრილანსერი, ჩვეულებრივ. თქვენი ფრილანსინგისთვის დაგჭირდებათ საიტი, სადაც განათავსებთ თქვენ შექმნილ პროექტებს, დაგჭირდებათ ანუ საიტის სახელით. რაც დაარქმევთ კომპანიას, ანუ თქვენს ბრენდს, რომელსაც შემდეგ უკვე სოციალურ გვერდებით გაავრცელებთ თქვენ საიტს. და ამ საიტზე ნახავენ თქვენ შესრულებულ პროექტებში. ხოლო თუ dropshipping-ისთვის გინდათ, dropshipping-ისთვისაც შესაბამისად დაგჭირდებათ სახელით, ანუ ბრენდით. როგორც ხედავთ, ჩავწერეთ სახელი ბრენდის, dalianto.com-ი დაკავებული. როგორც ხედავთ, dalianto.com-ი დაკავებულია უკვე აღარ ვიყიდ იმედჯერ. ეს არის ჩემი საიტი, აქ როგორც ხედავთ, გადავხედეთ და შექმნილი არის და მუშაობს. სწორედ ეს იქნება, როდესაც აქ ჩაწერენ ჩვენი ბრენდის სახელს, ამოუგდებს ჩვენ საიტს. მოდი ახლა ავარჩიოთ სხვა დომენი, რომელსაც გამოვიყენებ ამ სწავლებისთვის. რომ გასწავლოთ Shopify-ზე საიტის გაკეთება. არ გვჭირდება რაღაც ძვირადღირებული, აი როგორც ხედავთ, აი ეს dalianto.online შეგვიძლია ვიყიდოთ $1-ად, მაგალითად მინდა com-ის ყიდვა. com-ი უფრო კომერციული სახის არის და com-ი უფრო პრესტიჟული არის. ნახეთ, როგორც ხედავთ, აი ამ newcoms 679-ს თუ გამოიყენებთ ფაზაკლების კუპონშიო, მიიღებთ 679-ად. აწვევით add to cart, შეიყვანთ მერე უკვე ამ კოდს, მაგალითად, ავაწერები add to cart, check out. ჩავსვი ახლა ეს კოდი, apply. და იმისთვის რომ გამოიყენოთ, უნდა შექმნათ თუ აკაუნტიო, მაგრამ მე ეს კოდი უკვე გამოყენებული მაქვს და შესაბამისად არ დამიკლებს ამ ფაზაკლებას. ჩვეულებრივ დანიელ ქოვალია ეს არ მჭირდება, ისევ დალიანთო და თქვენ შეგეძლიათ $1-იან ჩვეულებრივ გამოიყენოთ. მაგრამ თუ ვაპირებთ რომ გრძელვადიანად გამოიყენოთ ეს სახელი, უმჯობესია პირდაპირ .com გამოიყენოთ. მაგრამ თუ უკვე ტესტირებისთვის გინდათ უბრალოდ რომ რაღაც დიზაინი ისწავლოთ და რაღაცეები, შეგიძლიათ $1-იანი ეყიდოთ. მაგალითად, აი ეს dalianto.online. ვაწვევი add to cart, check out. ეს არ გვინდა ამოვშალოთ, როგორც ხედავთ 20 ცენტი დაემატა. ზოგჯერ 70 ცენტი ემატება და ასე შემდეგ. ამაზე არ მუშაობს ის კოდი მხოლოდ მუშაობს .com. ვაწვევით confirm order. აქ როგორც ხედავთ უკვე გთხოვს რომ შევიყვანოთ ჩვენი აკაუნტი, თუ არ გვაქვს უკვე ვაწვევით create an account. აქ როგორც ხედავთ კომპანიის მონაცემებს გთხოვთ, შეგიძლიათ ეს გათიშოთ და აღარ მოითხოვს. და ასევე გვჭირდება უკვე მისამართი შევსება, ქუჩის ნომერი, შემდეგ უკვე ქალაქი, შტატი ჩვეულებრივ, რომელ კუთხეშიც ხართ. და zip postal კოდი, რომელიც შეგიძლიათ Google-დან ნახოთ. Country Georgia და მობილური ნომერი. შემდეგ ვაწვევით continues. შემდეგ ეკრანზე მოგვიგდებდა აქ ინფორმაციას ჩვენი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასე შემდეგ და აქვე იქნებოდა manage. Manage-ს დააწვევით, გადმოგიყვანთ ამ dashboard-ზე. თუ გათიშოთ შემთხვევით საიტი ან რაღაცა, ჩვეულებრივ გახსნით თავიდან ამ საიტს და აქ შევხვალთ domain list-ში. შემდეგ გადახვალთ advanced DNS. ამ advanced DNS-ში უკვე ამებს წაშლით. აი აქ delete-ს დავაწევით. ამასაც delete record. შემდეგ უკვე შევდივართ ჩვენ Shopify-ზე, წერთ აქ სახელს, რაც შევიძინეთ. Dalianto. წერტილი online. ჩავსვით ზუსტად იგივე, ვაწვევით next. დაწერა აქ დომენი დამატებულია და ახლა გვჭირდება ამ ინფორმაციის შეყვანა იქ. A type. ვაწვევით ახლა აქ add new record. A რეკორდი, ვინაიდან A ეწერა აი აქ, type-ში. ავირჩიეთ, host-ში უკვე ვწერთ ძაღლუკას, აქ name-ში რაც წერია. და value-ში ვწერთ აი ამას. ვაწვევით copy-ს, ჩავსვათ tag და აქ უნდა დარჩეს ავტომატური. ვინაიდან სხვა ინფორმაციას არ გვიწერს. შემდეგ უკვე CNAME უნდა ავირჩიოთ. Add new record და CNAME record. როგორც ხედავთ, უბრალოდ რეკორდები აქვს მიმატებული.
შემდეგ ხუშჭი W-ები, ვინაიდან აქ W-ები წერია და უკვე value-ში ვწერთ აი ამას, ვაკოპირებთ და აქ target-ში ვსვავთ აი ამას value-ში. აქ ისევ ავტომატიკ ვაწვევით save changes და მორჩა. ინფორმაცია განახლდა. ახლა აქ ვეუბნებით, რომ განვაახლე DNS რეკორდები და ახლა უკვე შეამოწმებ Shopify და დაუკავშირდება. ამას საშუალოდ ჭირდება 5-დან 10 წუთამდე. ჯერ ჭირდება ხოლმე და refresh-ი უნდა. დაახლოებით 10 წუთი ველოდებოდი, დავარეფრეშე, ისევ ტრიალებ და დავარეფრეშე და შემდეგ უკვე ესე გამწვანდა, ანუ დაუკავშირდა. ახლა შეგვიძლია დავსერჩოთ და ამოვაგდებ ჩვენ საიტს. აი როგორც ხედავთ, paroli აყენია, enter using password ვაწვევით. შევდივართ აქ online store-ში, ვაწვევით edit password. და როგორც ხედავთ, password-ი არის დანიელი. ვაკოპირებთ. ჩავსვავთ აქ, ვაწვევით submit და ეს გამოიყურება ჩვენი საიტი ახლა. შეგვიძლია paroli-ც მოვხსნათ. აი ამას დავაწვევით და გაითიშება. Save. და შემდეგ უკვე პირდაპირ გაიხსნება ეს საიტი. როგორც ხედავთ, ჯერ აქ არ ჩანს ჩვენი დომენი, რაც დავაკავშირეთ. რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება ერთ დღემდე დაჭირდეს ან რამდენიმე საათში უკვე იწერება dalianto.online. მაგრამ როგორც ნახეთ, საიტ დომენი რო ჩავწერე, პირდაპირ გახსნა. დომენი იმიტომ დავაკავშირეთ, რომ საიტის დიზაინს რო გავაკეთებთ, აი აქ ჩვეულებრივ გავხსნათ ჩვენი საიტი და ვნახოთ, რაც გავაკეთეთ და შენახული იყოს. თუ დომენს არ დავაკავშირებთ, ხშირად არ ხსნის ხოლმე საიტის დიზაინს, რაღაც ფუნქციები არ მუშაობს, მაგალითად რაღაც პროდუქტს რო ავტვირთავთ და რაღაცებს გავაკეთებთ, არ ჩნდება ხოლმე აქ კარგად. ახლა კი როცა დომენი დაკავშირებული გვაქვს, ჩვეულებრივ ყველაფერი გამართულად იმუშავებს.